ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვის ფაქტის გახმაურების შემდეგ სოციალური ქსელით თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია დაიგეგმა. აქციის მონაწილეების განცხადებით, სკოლის მოსწავლის დაღუპვა მერიის უყურადღებობამ გამოიწვია. მათი შეფასებით, დედაქალაქში უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული. ადგილზე იმყოფებიან პარტია გახარია საქართველოსთვის წევრებიც. ჯეკრებილებმა მერიის შენობასთან დაანთეს სანთლები და ადგილზე მიიტანეს ბანერები. მე მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ კორუმპირებულ მმართველობას, რომელიც თბილისის მერიაში არის და ასევე ადასტურებს იმ პრობლემებს, რომლებიც გვაქვს ჩვენს ქალაქში ურბანული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენ ვნახეთ თბილისის მერიის აბსურდული განცხადება, სადაც ის ცდილობს, რომ ბრალეულობა, ანუ ასე ვთქვათ, გადაიტანოს კერძო პირზე, რომელსაც ეკუთვნოდა ტერიტორია, თუმცა თბილისის მერიის ვალდებულება იყო, რომ დაეცვა უსაფრთხოება ჩვენს ქალაქში. მერიის გარეშე მართლა ჭიანჭველა ვერ გაივლის ქალაქში და ყველა კერძო კომპანია ტენდერით შემოდის ამა თუ იმ საქმე და სამონიტორინგო ფუნქცია მათ აქვს. ეს არის ანუ საით ისრის გადატანა. საით ესეც რო იყოს მორალური უფლება აქვს ამის თქმის იმის მაგივრად რომ უთანაგრძნოს ოჯახს.